აბა, გუგა ონისე, გაბუ ჯიმი, ავიდა. მოგეშალმებით. ონისე, თავიდანვე მინდა იცოდე, რომ გაბუნიას ღამის შოუსაც ძვიო ხელმძღვანელობს. მართლა, კაცო, მაგიტომ არის ასეთი რეიტინგული, ყველაზე წარმატებული და ყველასათვის საყვარელი. გეყოფა კაცო, გეყოფა, მაინც არავინ მოგიმატებს ხელფასს. გაბუნიას და ჯიმის ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ. ადვილია კაცო, მე გასავლი. იქით არის ჯიმი და აქეთ ზურა მანჯავიძე. აჰა, გასაგებია. ჯიმი გარედან არის ასეთი, თორე შიგნიდან იცი და საყვარელია. ჯაბოვიჩმა რაც ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, გვერდზე აღარ იყურება. თავში აუვარდა. არა, უბრალოდ ამ ხელათავს მოტრიალებ არ უნდა გასო. კიდევ კარგი გაბუნია შოუ არსებობს, თორე ჯიმი აქ შემოვიდოდა და ჩვენ ვიღა დავიჯახეთ. ამასინად ვინც ხამ დაწერა ამათი შეშფლები ჯიმისაც ჯობიაო. შენი ვინც ხარ, მამი და ჩემი. ჯაბოვიჩის შემოსვლებზე სისხლის ხალხია ისე მიჩვეული, სახში რომ იძის და მშიაო ამბობს, მაშინაც იცინია. გაბუნიას რო გითხო, ჯიმი შედის გაბუს შოუში და ჯიმის რო გითხო, გაბუძის ჯიმის შოუში. ჯიმი თავის შესაძლებლობის 10%-ს იყენებს, ხოლო გაბუ ჯიმის შესაძლებლობის 100%. გაბუნიას საყვარელი ქალაქი ქუთაისია. საყვარელი დასასვენებელი ადგილიც ქუთაისი, მაგრამ მაინც თბილისში ცხოვრობს. გიორგი გაბუნიას სიგიჟემდე უყვარს ქუთაისი. არ ყვარებია მთლად ბოლომდე. რატო კი მარა? სიგიჟემდეო და ჯერ არა გაგიჯებული. გაბუნია გებეიში სწავლობდა. დევიჯეო რა მე უკეთესი ვერ გეიხსენე. გაბუნია გებეიში სწავლობდა და ვარკეთილში ცხოვრობდა. როგორი მხიარული ბიჭია და რა ნატანჯი ცხოვრება გონია გავლილი. ჯიმი ვაკელია. რატო იტყუები? ჯიმის გაუხარდა. მე ვაკელებს რატო აწყენი? გიორგი გაბუნია ცეკვავენასკვლევის ფინალში ვერ გევიდა. უყური ახლა ამას. გიორგი გაბუნია ცეკვავენასკვლევის ნახევარ ფინალში მონაწილეობდა. გიორგი გაბუნია პროფესიით ელექტრიკოსია. მარა იმდენ ცუდი ელექტრიკოსი იყო, რომ ეს მისი წარსულის ბნელი მხარია. ჯაბოვიჩმა თავისი კარიერა 0-დან დაიწყო, ხოლო გაბუნია ფაჭა 0-დან. ჯიმი აბესაძეს რო გითხო, ყველაზე მაგარი იუმორისტია, მაგრამ ერთი პრობლემაა, არავინ არ ეკითხება. კაია. თავიდან ჯიმის უჭირდა და არაფერი გამოდიოდა. ახლაც არაფერი გამოდის, მაგრამ უბრალოდ აღარ უჭირს. ჯიმი მომღერალია. ამჯერა. ას თვითონ. ჯაბოვიჩის ჟანრი ჰიპ-ჰოპი ქვია, ხო? არა, ჰოპ-ჰოპი. ჯიმი ჭკვიანი მომღერალია. ჩვენ თავის სიმღერებს გვასმენიებს და თვითონ ჯაზს უსმენს. ჯიმი აბესაძის სიმღერებს მილიონობითი ნახვა აქვს. ხო, ექნება მილიონობით ნახვა, აბა, მოსმენით ჩემ ამტერმა მოუსმინა. აუ რა კარგი ხუმრობებია ხოჭა. ნახვა იქნება მილიო. ჯაბოვიჩის სიმღერის მოსმენის შემდეგ ღმად მორწმუნე ხალხსაც შეეპარა ეჭვი იმაში, რომ ადამიანი ღმერთის შექმნილია. ფაინეთი. ერთხელ ჯაბოვიჩმა თავის სიმღერა დაკარგულ სიყვარულს მიუძღვნა. და ახლა ის სიყვარული უფრო დაკარგულია. გუგა როგორ ფიქრობ, რამე რო იყო ჯიმი გაბუს გაყიდის? არა, დალობადებული ყავს უკვე. რა ფრა მოასწრო უკვე? ჯიმი შეუძლია ერთ წუთში 10 ჯერ მოგატყუოს და თუ კარგად ჩაის უთგავს 2 ჯერ.
წამეთ. გაბუ, თუ რამე გეჭყინა ზურას მიწერე WhatsApp-ში. ზურა მე მომწეს. მე ჯაბოვიჩ მივწერე და არ ამგონია ჯაბოვიჩმა იცოდეს WhatsApp-ი. რიჩიმში ჩვენ რა უნდა გეჭყინოთ? ჩვენ ხო ერთი დიდი ოჯახი ვართ. ეს ხალხი სტუმრად ყავდა მოყვანილი და აუ რა კარგი ხუმრობები იყო ძალიან. არა მართლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამოდით თქვენ გარეთ გამოდით. ესენი ძალიან კეთილი ტროლბოტები არიან მინდა გეხუტურეთ გადასარევი ამბავი იყო. დიდი მადლობა ბიჭებო.